მოგესალმებით. დღეს ძალიან სასიამოვნო თემაზე ვისაუბრებთ. ბათუმელებისთვის ცნობილია ერთი სივრცე, ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცე, რომელსაც ჩვენ ხშირად ვსტუმრობთ და ვიზი გუნდის წევრების ინიციატივით 1 ოქტომბერს დაანონსდა ძალიან საინტერესო კონკურსი, მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარების კონკურსი. უკვე ცნობილია გამარჯვებული და ჩვენ სულ ცოტა ხანში წარგიდგენთ ამ ადამიანს. მნიშვნელოვანია ის, რომ რამდენიმე კომპონენტ შეიცავდა კონკურსი, როგორც ყოველთვის ხდება, რამდენიმე პირობა უნდა გაითვალისწინებინათ კონკურსანტებს. თემაზე ვცვლად ვისაუბრებთ ორგანიზატორთან ერთად. მარია ზოიძე, იქნებ მარიაჩი არის თეთრი კვადრატის სტუმარი. მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა უღმესი მოწვევისათვის. მე მახსოვს ის დღე, როცა დაიბადა ეს იდეა, რომ დაახლოებით 5 თვე გავიდა, 5 თვის წინ ჩაისახა იდეა და ბუნებრივია ამ ყოფაში შეეწყა ხორცი, განახორციელდა, როგორც უკვე თქვი, გამარჯვებული ცნობილია. ეს საკმაოდ რთული პროცესია, ხო, სხვა დაწყოლებასთან არის დაკავშირებული. მოდი ინსპირაციაზეც ვისაუბროთ, რა იყო შთაგონების წყარო, რა იყო მთავარი мотиваცია, ასევე ის ნიშანდობლივია, რომ 7 თემიდან უნდა აერჩიათ ერთი თემა კონკურსანტებს და ეს 7 თემა თქვენ ორგანიზატორებმა შეადგინეთ ამ თემების ნუსხა. მოდი მთელი პროცესი მოგვიყევი, ყველაფერი გვაინტერესებს. მოგეხსენებათ საჭიროში რამდენად მიჭერი ახალგაზრდები ყავს და როგორ ჭირდებათ მათ ხელშეწყობა, ამიტომ ყოველ ეტაპზე ჩვენ ვცდილობთ რაღაც ახალი დავნერგოთ, დავამსხვრეთ ძველი სტერეოტიპები და იქნებ მოვარგოთ მათ რადგან მათი ნიჭიერება გამოიკვეთოს მეტად და ხელი შეეწყოთ. ზუსტად ამისთვის არსებობს თანამედროვე ხელოვნების სივრცეს და ზუსტად ჩვენ ერთად როცა საუბრობდით კინემატოგრაფიის განვითარებასთან, აღვნიშნეთ, რომ არ იყო ის საშუალება, რომ ახალგაზრდებს მიეგოთ მონაწილეობა სხვადასხვა სახის კონკურსებში, სადაც მოხდებოდა მათი მოკლემეტრაჟიანი ამ ეტაპისათვის ფილმების დაფინანსება. მოგეხსენებათ, ფილმის გადაღება მოითხოვს ძალიან დიდ რესურსებს, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც პირველი პრეცედენტი დავიწყოთ ზუსტად ამით, როგორ შეიძლებოდა პატარა ბიუჯეტით მიგვეცა საშუალება ახალგაზრდებისათვის და ზუსტადაც ეს შევიმუშავეთ გეგმა გუნდთან ერთად, რომ პირველი საწყისი ეტაპი ყოფილიყო სცენარი, რადგან ზუსტად იქ გამოიკვეთებოდა თავისი შესაძლებლობები, იდეალურობა, უნიკალურობა, ხედვა და შემდეგ უკვე მოხდებოდა ამ ყველაფრის განხორციელება და ზუსტად აქ ერთ-ერთი მიზეზი ჩვენ საუბრიდან გამოიკვეთა ზუსტად ის, რომ თქვენაც მიიგეთ ამაში მონაწილეობა და მადლობა, რომ იდეას მიეცით საშუალება, რომ იცით რა მოდით იქნებ გადავიღოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ხო, იმიტომ რომ ბათუმში ძალიან ბევრი ნიჭიერი რეჟისორი და სცენარისტი, კინოხელოვანი ცხოვრობს და ამ ადამიანებს უბრალოდ საშუალება არ აქვს საკუთარი რესურსი წარმოაჩინონ. იშვიათად იმართება კინემატოგრაფიის თვალსაზრისით კონკურსები, როცა გარკვეულ მხარდაჭერას გრძნობს ხელოვანი და აქვს სტიმული განახორციელოს თავისი იდეა. ამ შემთხვევაში, ესე იგი, შემოვიდა, სულ დაიწერა 6 სცენარი სხვადასხვა თემის შესახებ. მე ვიყავი ერთ-ერთი ჟიურის წევრი და მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ჩამრთეთ ამ პროექტში. სხვა ჟიურის წევრების ვინაობას არ ვიტყვით და ამასაც თავისი კონცეფცია აქვს, რატომ არ ვიტყვით მათ ვინაობას. მოდი მოგვიყვები, მარია, აი ამ თემების შესახებ, იმიტომ რომ აი ეს არის სოციალური საკითხები, რომლებიც დგას ახლა ავანგარდში, რომლებზეც საუბარი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. რაზე იყო აქცენტი თითოეული სცენარის შემთხვევაში ზოგადად მიმოვიხილეთ? ზოგადად სცენარის იყო კრიტერიუმები, რომელიც გავწერეთ, რომელიც იყო აქტუალურ თემებთან დაკავშირებული, დღევანდელ რეალობასთან უნდა ყოფილიყო მორგებული, რაც საინტერესო იქნებოდა ასევე და მოგეხსენებათ რაღაც საკითხები მკაფიოდ გამოისახება ხოლმე ამ ეტაპისათვის. ზუსტად ამ საკითხებს მოერგო ეს სცენარები და ერთ-ერთი მათ შორის იყო გამარჯვებულის, რომელიც ზუსტად ასახავდა ყველა იმ კატეგორიას, რაც კი ჩამოთვლილი ჰქონდათ. კატეგორიების შემუშავებაზეც იმუშავა სხვათა შორის სპეციალისტებმა და ზუსტად გათვალეს, რაც იყო მთავარი დღევანდელობის მესიჯი. და რა მესიჯსაც მოერგო? ძალიან საინტერესო სცენარები შემოვიდა სხვადასხვა კატეგორიებს მოერგო. აბსოლუტურად განსხვავებული აბსოლუტურად განსხვავებული, აბსოლუტურად. თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო სცენარი შემოვიდა და სამწუხაროა, რომ ვერ შევძლებთ მეორე და მესამე ადგილის დაფინანსებას, თქვენაც კი აღნიშნეთ. ეს წელს თუ შესაძლო მომავალში
დიახ, აი თავარია პირველი ცდისთვის ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად ვეცდებით, რომ ბიუჯეტიც გავზარდეთ, მოგეხსენებათ სცენარი საინტერესოა, თუმცა მოითხოვს ძალიან დიდ ბიუჯეტს, რაც ამ ეტაპისათვის ჩვენ არ ქონდა. სამომავლოდ აუცილებლად ვეცდებით, რომ ჩვენი მცდელობა გავაორმაგოთ, მეტი შესაძლებლობა მივცეთ ახალგაზრდებს და აჭარამ უკვე მოიკიდოს ფეხი ამ ინდუსტრიაში და შემდეგ უკვე ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება გაიტანონ სხვადასხვა ფესტივალებზე ჩვენი ორგანიზაციის სახელით და მათ შეუწყოთ მათი ნიჭის პოპულარიზაციას შეუწყოთ ხელი საზღვარგარეთ. აი სხვა ჟურის წევრების ვინაობას რატომ არ ვამბობთ ესეც ვთქვათ. იცით რა სამართლო, ისეთ პატარა ქვეყანაში როგორიც ჩვენ ვართ და სადაც ყველას ვიცნობთ და ყველა ნიჭიერებას აღნიშნავთ. ჩვენ ხო ყველას ვაფასებთ, ყველას ნიჭიერებას და აი გულდასაწყვეტი რო არ იყოს და რაღაც ეს ფაქტორები რო არ გამოიკვეთოს, ვფიქრობ სამართლიანია რომ ანონიმურად შეაფასოს ჟიურიმ და ზუსტად ნიჭიერებაზე იყოს გამახვილებული ყურადღება და სადღაც არ მოხდეს ვიღაცის გულის ტყენა ან წყენა, იმიტომ რომ მაინც ეს ქართული ეგრე არის ადამიანის ბუნება მოწყობილი. თუ იცი რომ ამ სცენარის ავტორი არის მეგობარი, ახლობელი, უფრო სხვაგვარი ხარით სუბიექტური თვალით შეხედა. ხო, ვფიქრობ ეს უფრო სამართლიანია და იცით რომ ყველა ჩვენს იდეა უფრო სამართლიანი იყო ჩემთვის როგორც ჟიურის წევრისთვის, როცა არ ვიცოდი ვინაობა ამ სცენარების ავტორების და ასევე მათაც არ იცოდნენ თუ ვინ იყო ჟიურის წევრი და აი მივეცი ჩემ თავს უფრო მაქსიმალურად ეს ცივი გონებით მე ხელმძღვანელი. ყველა მასე შეაფასა გუნდმაც და ჩვენ თავადაც მეც როცა განვიხილე სცენარები მე არ შემიფასებია, მაგრამ უბრალოდ თქვი რომ მოდი არ მსურს სახელების ცოდნა, უბრალოდ მჭირდებოდა ჩემი ფავორიტის გამოვლენა და ზუსტად ის გამოვავლინე, რომელიც მათ გაიმართა. და ეს ხუთქულიანი შეფასების სისტემაც როგორც საინტერესოა, მაქსიმალურად შეგვეძლო ჟიურის წევრებს. რაღაც მომენტში რადიკალურები ყოფილიყავით და ეს ბალანსით შეგვეძლო რომ დაგვეცვა და პლუს ამას 4 გრაფისგან შედგებოდა ეს შეფასების სისტემა და ითვალისწინებდი იდეა რამდენად კრეატიულია, რამდენად დგას ეს თემა ავანგარდში, რამდენად ოსტატურად არის დაწერილი ეს სცენარი. ხედავთ თუ არა მას უკვე კინოკადრებად, იმიტომ რომ აი ხშირად ხდება ხოლმე რომ შესაძლოა კარგი იდეა ჰქონდეს ადამიანს, გადასარევი იდეა, თუმცა ეს ვერ მომაწოდოს. აი რაღაც ვერ აღწეროს ეს ეგრეთ წოდებული სინოფსისი ან სცენარის ფორმატი ვერ დაწეროს შესაბამისად და მე ვგონი ვერ გავიგორ ისი თქმა სურს. თუმცა მეორე მხარეც არის რომ შესაძლოა იდეა იყოს ნაკლებად კრეატიული, თუმცა ისე საინტერესოდ გადმოცემული და მოწოდებული რომ მაშინვე მოვიხიბლო და გადავწყვიტო მისი პოზიტიურად შეფასება. მოგეთ ძალიან ბევრი რამ განაპირობებს სცენარის ავკარგიანობას. ხო, მაგრამ საზღვარგარეთ ხო სცენარს სხვა წერს, რეჟისორი ხო სხვაგვარად იგოს და ჩვენს რეალობაში ხო ყველაფერს ერთი ადამიანი ახორციელებს და შესაძლოა იყოს ძალიან ძლიერი რეჟისორი და აი რასაც თქვენ ამბობთ, კარგად გადაიღოს ფილმი, მაგრამ სცენარი შეიძლება ვერ წარმოსახოს ისე. აი აქაც არის ეს როგორც სხვა ჩვენთან ხო აი გვიწევს მაქსიმალური შრომის ჩადება ერთ ადამიანს ამ ხელოვნებაში არა გვაქვს ის ფუფუნება იქ არის განათების სპეციალისტი ცალკე ისალკე და ჩვენთან კიდევ ერთ ადამიანს ვეწევს ამხრივ და აი ზუსტად ის შეფასების ცხრილი ზუსტად იყო ისე გათვალისწინებული რომ მორგებოდა და სამართლიანი ყოფილიყო და წარმოჩენილიყო მაქსიმალურად თავისი ნიჭი რადგან ერთი ადამიანი ასრულებს ამ ყველაფერს. კი, აი პროდიუსინგის კულტურაზეც ვისაუბროთ, მოდით. ფაქტობრივად თანამედროვე ხელოვნების სივრცე იქნება პროდიუსერი. გარკვეული დაფინანსება მიიღო გამარჯვებულმა, რის შედეგად ჩვენ ვიხილავთ რამდენიმე თვეში უკვე ფილმად ქცეულა ამ სცენარს და შემდგომ უკვე ამ ფილმის ბედი არის თქვენზე დამოკიდებული. აი პროდიუსინგის თვალსაზრისით ხელშეწყობაზეც ვისაუბროთ. ეს ძალიან დიდი ანგარიშის გაწევა რეჟისორისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს რეალობაში არ არსებობს პროდიუსერები, რომლებიც გაუწევს ხელოვან ადამიანებს ან აგენტები, როგორც ითვლება ხოლმე, როგორც რისი ფუფუნებაც აქვს საზღვარგარეთ ახალგაზრდა ხელოვანებს. ახალი ხილია. კი, ეს ჩვენთან ამ ეტაპისათვის არ არის და ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი იკარგება იმის გამო, რომ არ მოხდა სწორ საზოგადოებაში, ან არ ყოდა ის სანაცნობო წრე, რაც გაჩნიათ საზღვარგარეთ. რაც უწყობს ამ ხელს პოპულარიზაციაში, ნიჭის წარმოჩენაში, აქ არის უცხოენების ბარიერი, რომელიც უნდა გადალახოს და ასევე ფინანსებით, რომელიც უნდა ამ კონკურსებში მონაწილეობის შემდეგ ხო არის უნდა ჩახვიდე დაესწრო ამ ყველაფერს. კიდევ რა არის იცი, როცა რეჟისორს უწევს შეითავსოს ეს პროდიუსერის
ფუნქცია რაღაც მომენტში ეს ენთუზიაზმიც და კრეატივი იცვითება, იმიტომ რომ შენ რაღაც ფულადი რესურსის მოპოვებაზე ხარ კონცენტრირებული და აქ შესაძლოა მხატვრული ღირებულება ფილმის გამოგეპაროს და მეორე ფლანგზე გადავიდეს და ეს ბუნებრივია ზუსტად ეს არის რომ ძალიან დიდი შრომა უწევს საქართველოში ხელოვან ადამიანს რომ მიაღწიოს რაღაცაც ჩვენი ადამიანები ანუ ქართველები იმდენად ნიჭიერები არიან ამ მხრივ რომ აი ვფიქრობ ძალიან მინიმუმი იქნება რომ პროდიუსინგი გაუწიოს სივრცემ ჩვენ შეგვიძლია რომ უბრალოდ სხვადასხვა კონკურსებში ჩვენი ლოგოთი ორგანიზაციის ლოგოთი უკვე წარმოადგინოთ ეს ფილმი და ვფიქრობ რომ ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს და ძალიან დიდ გზას გაივლის აი დარწმუნებული ვარ მაქსიმალურად და სამომავლო გეგმებზე გითხარი. სამომავლოდ ვეცდებით, რომ კინოინდუსტრიაში ჩვენ გვაქვს ერთი განხრა, სადაც არის კინოჩვენებები. მოგეხსენებათ, რაშიც თქვენაც მონაწილეობდით, სადაც ესე მგონია, რომ ყალიბდება მაყურებლის გემოვნება. იმიტომ რომ აი ამ ქაოტურ სამყაროში, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ და სხვა სოციალური ქსელიდან ვკარნახობენ სხვადასხვა კონტენტს და რაღაც მომენტში ავირიოთ, რა არის ჭეშმარიტი ხელოვნება, რა არ არის, რომელი ფილმი რეჟისორი ჯობია, თან ეს კომერციული კინო ისე გააქტიურდა, რომ რაღაც საავტორო კინო მეორე ფლანგზე დარჩა თითქოს და აი ამ შემთხვევაში უკვე თანამედროვე ხელოვნების სივრცე ცოტათი უფრო ნელ კინოს აყურებინებს თავის მაყურებელს, თუმცა ამითთან აჩვევს ფილმის ყურების კულტურასაც და გარჩევადობას, ხო? რა არის? ცით რა არის? რეალური ჭეშმარიტი კინო და რა არა. მოდი ვახიაროთ ერთი რამ. ჩვენ თაობა გაიზარდა ხარისხიან კინოზე. ხარისხიანმა კინომ მოგვცა ეს შემოქმედებითი უნარები, კულტურა, აი განათება, სცენარი, ყველაფერი. ეს იყო საოცარი რამ, რის საშუალებაც ჰქონდა ჩვენ მხოლოდ იმ პერიოდებში. და მე ვფიქრობ, თუ შავ-თეთრი ფილმებიდან მოყოლებული, თუ ადამიანები კარგ ხარისხიან ფილმს უყურებენ, აი მინიმუმ ხარისხიანი ფილმი რა უყურონ და ამის განხილვა, ანალიზი შეძლონ მენტორთან ერთად და საზოგადოებასთან ერთად, ეს არის სხვა კულტურის დონე და ამით მას სხვა ღირებულებები ენერგებათ, იმიტომ რაც არ უნდა განვითარდეს სამყარო და რაც არ უნდა წინ წავიწიოთ, ჩვენ რაც შეიქმნა ისტორიაში, მოდი ვაღიაროთ, იმაზე უკეთეს შესაძლოა შექმნა, მაგრამ ხო, აი, ნახეთ, ზუსტად ამას ამბობდა, დიდი გენიოსები, რასაც იღებდნენ, ჩვენ მათ ვეღარ გავუსწრებთ. მოდი ვაღიაროთ, ეს არის შედევრები. თუმცა შევქმნით სხვა მხრივ უფრო უკეთეს, მაგრამ ეს შედევრები თუ არ იცი, ვერ შექმნის სხვას. ამიტომ ჯერ უნდა ვისწავლოთ, დიახ, კარგი კინო უნდა შევისწავლოთ, გავაცნოთ ახალგაზრდებს, ვაზიაროთ ამ ყველაფერს და შემდეგ ისინი შექმნიან რაღაც თანამედროვე საოცარ ქმნილებებს. და ამიტომ ზუსტად თანამედროვე ხელოვნების სივრცის მთავარი განხრა არის, რომ ბავშვებს გავაცნოთ ძველი ხარისხიანი კინოები. რაც მათ სხვაგვარად დაანახოს სამყაროს, სხვაგვარად ღირებულებებს აჩვენებს და ისინი შემდეგ შექმნიან გენიოს რაღაც გენიალურ შედევრებს. როგორ ავითარებს პიროვნულად არა კინემატოგრაფი ემოციური ინტელექტის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ ხშირად და იმისთვის რომ აიმაღლო ემოციური ინტელექტი, გახდა მეტად ემპათიური, იმ სუფრ საინტერესო გახდეს ცხოვრება, სასურველია რომ ვუყუროთ ფილმებს თან ღირებულ კინოს. ანუ ფაქტობრივად მაყურებლებს ვზრდით თანამედროვე ხელოვნების სივრცეში და ამასთან ახალგაზრდა რეჟისორებს და სცენარისტებს ვაძლევთ წარმოჩენის საშუალებას. არ ვტოვებთ საზოგადოებას, ნახეთ, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სკოლის მოსწავლეებიდან ვიწყებ ხოლმე წელს ქონა ქართული ფილმების ჩვენება, რაც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მოგხსენებათ, განაახლა, საოცარი ხარისხი დაიდო და იცით რა, ბავშვებს როცა ვასწავლით პატარა ასაკიდან ქართული ფილმი, იტალიური, ირანული, აზიური, არ ვიცით, ღირებულებებს, შემდეგ ამ ბავშვებსაც ხო უჩნდებათ, რომ გახდნენ მათაც რეჟისორები. აი ზუსტად აქ არის ეს კონკურსი, რომ იცით რა, თუ ისინი გამოხატავენ ინტერესს და გამოავლენენ ნიჭს, ჩვენ მათ შევუწყოთ ხელს, რომ მათ თქვან მათი სათქმელი და განვითარდნენ. შესაძლოა აქ აღმოვაჩინოთ ზუსტად ის დიდი ხელოვანები, რისთაც შემდეგ იამაყოთ მთელი კუთხე. კი, ამას უსურვებ. ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანი. ძალიან დიდი მადლობა, მარია. მადლობა თქვენ. მადლობა.
შეგახსენებთ მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარის კონკურსზე ვსაუბრობთ. ეს კონკურსი გაიმართა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის ორგანიზებით და როგორც დაგვერდით, გამარჯვებული უნდა წარგიდგინოთ. კონკურსი მოიგო ლენა ჭაღალიძის სცენარმა. ლენა, მოგესალმებით. ჩვენი მაყურებელი იცნობს ლენას, უკვე გვისაუბრია მის შემოქმედებაზე, გვიხარია შენი წარმატება ლენა. აი, მოგვიყევი, როგორ გაიგე ზოგადად ამ კონკურსის შესახებ, ალბათ გაითვალისწინე ბუნებრივი ეს კრიტერიუმები, პირობები, რომელიც ჰქონდა კონკურსს და ელოდით ვარა გამარჯვებას, ეს რაღაც სტანდარტული შეკითხვაა. ესეც საინტერესოა, იმიტომ ზოგჯერ არის მოლოდინები, როცა დიდია, ზოგჯერ კი აბსოლუტურად სკეპტიკურად არის ადამიანი განწყობილი თავისი ნამუშევრის მიმართ და როცა იგებს ეს ორმაგი სტიმულია. გაგვისმენთ. მოგესალმებით, მიხარია ყოველთვის თქვენთან სტუმრობა და მიხარია რომ არსებობს ეს გადაცემა და ანუ რაც შეეხება კონკურსს, გავიგე სოციალური ქსელით თავისთავად და შევიტანე ბოლო დღეს. მოლოდინი რატო დააგვიანე? ხო, თითქმის ანუ დააგვიანე. თითქოს აი ორჭოფობ. ხო, წერდი. ასე რომ ვთქვათ, არ ვიცოდი ზუსტად იდეა მქონდა, მაგრამ რაღაცა აკლდა და ის ბოლო დღეს ზუსტად აღმოაჩინე ავტობუსში, რაც აკლდა, დავწერე და როგორც კი მივედი სახლში გავაგზავნე. საერთოდ არ მქონდა მოლოდინი. აი საერთოდ. არ ვიცი, რატომღაც არ ვფიქრობდი რომ გავიმარჯვებდი და ძალიან გამიხარდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია აი ზუსტად ამ სფეროსთვის ეს სტიმული, ეს წახალისება ჩვენთან ალბათ ამ სფეროში ვინც მოღვაწეობს, კარგად იცის რომ აი ფული არ იხარჯება კინოში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დარგისთვის და ეგ არის ძალიან სასიხარულო და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო თვითონ ამ ორგანიზატორებს, რომ ეს საშუალება მოგცეს. კი ბატონო, კიდევ ერთხელ აღნიშნოთ ის, რომ კონკურსის მთავარი კონცეფცია იყო ის, გარკვეულ ფინანსურ მხარდაჭერას ღებულობს გამარჯვებული. ლენას შემთხვევაში შესაძლოა ეს ფინანსური მხარდაჭერა აბსოლუტურად საკმარისი აღმოჩნდეს, ან სულ რაღაცა მცირედის დამატება. ფაქტობრივად ახალი ფილმი იქნება, რომელიც შემდგომ შეიძლება დაიყუროს საერთაშორისო ფესტივალები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და მისი პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია. ამას იმიტომ აღნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია ცნობიერება იმ კუთხით გავაღრმავოთ ჩვენს მაყურებელში, რომ კინემატოგრაფია ეს არის ელჩი ქვეყნიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ხშირი ინვესტირება კინემატოგრაფში, იმიტომ რომ ფუადი რესურსის გარეშე უბრალოდ ვერ გადავიღებთ ვერაფერს. ლენა, საინტერესოა სცენარის წერის დროს ითვალისწინებდი თუ რამდენი იქნებოდა დაფინანსება და რაღაც მაქსიმალურად მოარგე სცენარი და გამარჯვების შემთხვევაში ჩაეწეოდი ამ ეს გაითვალისწინე თუ არა თუ ბოლომდე ფანტაზია მიეცი გასაგან. აი ზუსტად გავითვალისწინე ის ბიუჯეტი და მაქსიმალურად ვეცადე რომ ამ ბიუჯეტში ჩატეულიყო ეს ჩემი პაწაწინა სცენარი. მოგვიყევია ამ პაწაწინა სცენარის შესახებ, რომელიც საკმაოდ ემოციურია. რა ძალიან ბევრი ვიფიქრე სხვათა შორის, რაზე შეიძლებოდა რომ გამეკეთებია და რომელ თემას შეიძლებოდა შევხებოდით. არ ვიცი, ალბათ სამომავლოდ უკეთესად იტყვის თვითონ ფილმი, ხო, ნამუშევარი იტყვის. აი ბატონი ზაზა ხალვაში ყოველთვის ვიხსენებ ამას, რომ აი ყველა ჩვენებაზე ამბობდა, რომ ჩემი სულის გამოფენაა და ზუსტად ეს სცენარიც ალბათ ეგაა, რომ სულის გამოფენაა და ფილმიც ეგ იქნება. რაც შეეხება ფილმს ხო, რაც შეეხება ფილმს, ვიტყვი რომ დავეხმარები ლენას, იმიტომ რომ საკუთარ ნამუშევარზე საუბარი რთულია, ძალიან გეშინია რომ რაღაც მიკერძებული არ იყო, იმიტომ ყველა შვილი ვით უყარს თავისი სცენარი. თავარი მორალი იყო ის, რომ აი ამ რაღაცნაირ მერკანტილურ სამყაროში, სადაც ბევრი ამას ზუსტად ფუადი რესურსი წყვეტს, რაღაცებს კარგავთ და რეალურად ეს რაღაცები ძალიან მნიშვნელოვანია. ხომ როგორ იკარგება და იცვითება ჰუმანურობა, შორდებით ბუნებას, მაშინ როცა ბუნება არის ის, რაც გვავსებს რეალურად თავარი შთაგონებით, რაც ცხოვრებას ხილს მატებს, ის იცვითება, ხო? ნელ-ნელა და ამ შემთხვევაში რა ხდება? და ბოლომდე არ ვთქვათ რა თქმა უნდა, მაგრამ აი პერსონაჟი ვინ არის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, აი ოდნავ გვითხარი. და ყველაზე ხშირად ალბათ გვავიწყდება საკუთარ თავს ჩავხედოთ სარკეში, ანუ სულიერად და არა გარეგნულად. ან სულში ჩავიხედოთ ხშირად. ამის დანაკლისი ალბათ გვაქვს და მთელი ცხოვრება ყველა ადამიანი ჩემის აზრით და
ყველა დამთახმება ალბათ. ჩვენ ამის სურვილი შეიძლება გქონდეს, მაგრამ ფიზიკურად თუ არ გქონდეს, საკუთარ თავს თვალებში ჩავხედოთ და ვკითხოთ რა გინდა, რა გესიამონება, იმიტომ რომ აყოლილი ვართ აი ამ რაღაცა ძალიან სწრაფ ტემპო რიტმს და ზოგჯერ შეიძლება იმ ცხოვრებით ცხოვრობთ, რომელიც საერთოდ არ გვეკუთვნის ჩვენ და საერთოდ არ იყო ჩვენი არჩევანი, იმიტომ რომ აი იშვიათად ვჩერდებით და გადავხედავთ რაციონალური თვალით ჩვენს გავლიგზას, ამის დრო უბრალოდ არ გვაქვს და პერსონაჟმა ამისთვის მოიცალა, ხო, შეგვიძლია ხო, ამისთვის მოიცალა და აი მთელი ცხოვრება რაღაცა საკუთარი პორტრეტის ხატვა შეიძლება მიუძღვნათ და ბოლოს ნახოთ რა გამოვა, ხო? რამდენად ვიქნებით მაყოფილია ამ პორტრეტით. ლენა, ალბათ უკვე გონებაში წარმოდგენილი გაქვს, ხო? უკვე რაღაცა გარკვეული ბიუჯეტიც არის, პროდიუსინგის თვალსაზრისით დახმარება საცხადებს თანამედროვე ხელოვნების სივრცე. ფიქრობთ რა უკვე ლოკაციებზე, მსახიობებზე მოგვიყენებთ? კი, მსახიობებზე ფიქრობ, სხვათა შორის. ლოკაციებზეც რამოდენიმე ადგილი მაქვს, მაგრამ აი ხვალიდან უკვე დავიწყებ აქტიურად შემოვილი მთელ საჭარას ალბათ და ის რაც მე მჭირდება, უნდა აღმოაჩინო. რაც თავარია ლოკაცია. თავარია ლოკაცია, თავარია მსახიობიც და ჩვენ რამდენიმე თვის წინ საუბრობდით ლენას მოკლემეტრაჟიან ფილმზე შემახსენე სახელი მონიკა ესე ჰქვია და იქ შევთქვი რომ თითქოს იცოდი ვინ იქნებოდა მთავარი პერსონაჟი, ხო? იმიტომ რომ აბსოლუტურად ჩდებოდა იმ როლში, როგორი ხასიათიც ჰქონდა პერსონაჟს. მოგვიყევი ზოგადად აი ამ პროცესის შესახებ, რა არის ნიშანდობლივი? ის რომ ის იყოს პროფესიონალი მსახიობი თუ ის რომ მისი ცხოვრების გზა გავდეს თუნდაც აი ამ პერსონაჟის გზას, აი რა იქნება სახელმწიფო პერსონაჟის მსახიობის ძიების პროცესში. იცი რა, თავარია რა იყოს პროფესიონალი. ხო. ხედავდე იმაში, რაც გინდა, რომ ან შენს პერსონაჟში რაც ამ თავარი. უნდა გავდეს, მე ვფიქრობ, რომ უნდა გავდეს აუცილებლად. ანუ როგორ ადამიანს ვეძებთ? რა ამასოთ? ხო, ასაკი? ასაკი ალბათ მოხუცი. ასაკოვანი ადამიანს ვეძებ. ასაკს გადაცილებული. კი. სასროლია ქონდეს სევდიანი თვალები? კი, აუცილებლად სევდიანი. ქონდეს სევდიანი თვალი. მოგეთ გამოგვეხმაურეთ, რატომაც არა დაინტერესებული ადამიანები გამოგვეხმაურეთ, იმიტომ რომ დიდი ხანია სტერეოტიპი დაიმსხვრა კინემატოგრაფში, რომ მაინც და მაინც პროფესიონალი მსახიობები უნდა თამაშობდნენ ფილმებში, ხო? იმიტომ ძალიან ბევრი რეჟისორი, მათ შორის კოსტურისა გამახსენდა ახლა პირველი, თანამშრომლობს არაპროფესიონალებთან და გამოსდის ძალიან ავთენტური. ანუ მთავარი არის რეჟისორსა და მსახიობს შორის ურთიერთობა. რაც პირველ ფილმზე ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის და ძალიან გამემართლა, რომ ზუსტად ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელთანაც ძალიან ადვილი იყო ურთიერთობაც, მეგობრობაც. ეს გადაღების პროცესი არის ფილმისთვის, მთავარი არის პროცესი, ხო? ანუ რეჟისორებისთვის მთავარი წყარო პროცესი. და შემდეგ უკვე თვითონ ფილმი ამბობს თავის სათქმელს. რეჟისორი ყოველთვის არის უკან, მეგრე. ანუ მე უკვე ფილმი დამოუკიდებლობა, თავის ცხოვრებაა, ხო? კი, აი შვილი ხო გაზარდა და გაუშვი. ზუსტად ეგრეა ფილმიც. კი და ეს რაღაცა ერთი სულისკვეთება გადასაგებ მოედანზე იმდენად ნიშანდობლივია, რომ სასურველია ოპერატორი რეჟისორის თვალებით უყურებდეს სამყაროს, იმიტომ რომ ყველაფერს ვერ ახსნი. და თუ ოპერატორი აბსოლუტურად სხვაგვარად ხედავს სცენას და რეჟისორი სხვაგვარად, იქ ძალიან დიდი დისონანსი შეიძლება წარმოიშვას. საინტერესოა იმავე ოპერატორთან აპირებ თუ არა თანამშრომლობას. ვფიქრობ, კი ბატონო, იმიტომ რომ გამოცდილება ზუსტად თავისას აკეთებს. ის პირველი ფილმი იყო ჩვენთვის ყველასთვის პირველი და თითქოს დებიუტი. ხო, დებიუტი იყო, მაგრამ რაღაც ახალი რაღაცები აღმოაჩინა, თუნდაც ერთმანეთი გავიცანით ძალიან კარგად და გადასაღებ მოედანზე კიდე ახალი რაღაცები აღმოაჩინეთ. ყველაფერზე ვფიქრობ უკვე ის დრო რომ უნდა ვიფიქრო და ძალიან მინდა რომ წარმატებული იყოს ფილმის გზა და ანუ ის რაც დევს ის გავაკეთოთ და ის გადავიღოთ. უხმისმოყვა ლენა რომ ვიყავი ჩვენი სტუმარი, წარმატებებს გისურვებთ, წარმატებებს უსურვებთ ამ პროექტს და იმედია მალე ვიხილავთ ხორჩშესხმულ იდეას და ვნახავთ ფილმს. მადლობა, დროა ჩვენს მაყურებელს დამშვიდობო დროებით.